მე გურამს არ ვიცნობდი. გავიცანი სრულიად შემთხვევით, ოღონდ ისიც სოციალურ ქსელში, ჩემი შვილი სწავლობდა სხვა ქვეყანაში და დაემართა კოვიდი და სრული ისტერია დამემართა, მე საქართველოში ვერ ვიდიოდი და ჩემმა მეგობარმა მირჩია, რომ არის ერთი ადამიანი, რომელმაც ზუსტად აღწერა რა ემართებათ ადამიანებს კოვიდის დროსო. თუ გახსოვს ეგ პოსტი, ნინო გულიაშვილმა მირჩია და იმ წუთას მოვძებნე ეს გურამ მეგრელიშვილი და რო დავიწყე მისი პოსტების კითხვა, მე მგონი იქიდან მოყოლებული ყველაფერი მაქვს დაკითხული, არა? საგანგებოდ ვკითხულობ ხოლმე. ნუ მერე წერით თერაპიაზე მოვედი, არ გამოვიდა ჩემგან წერალი, მაგრამ ჩემს მოსწავლეებს თქვენი წიგნით უხვად ვთავაზობ მოგზაურობას. და ფასკუნჩ რას უსურვებ. ძალიან ყველა იმ იდეას გურამ, რაც თქვენს თავში იბადება, ყველაფრის განხორციელებას. დიდი მადლობა. დიდი ბედნიერება იყო ყოველი კურსი. ყველაფერმა მომცა ძალიან დიდი შტაბეჭდილება, განუზომლად დიდი და სულ მინდა რომ კიდევ დავესწრო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეზღუდული ვარ დროში. ვცდილობ არაფერს გამოვრჩე და მადლობა ამ ყველაფრისთვის გურამ. საოცარი სივრცე შეგვიქმენი და გაგვიშალე კიდევ. მადლობა.